გამარჯობა. გამიგონებს მე დაქვეთები ბავშვები ვილაპარაკებენ. რატომ ვილაპარაკებს მე დაქვეთები ბავშვები ჩემთვის გაუგებარია. თქვენ მშობლებს გევალებათ რომ პატარა ბავშვს მე დაქვეთები ბავშვს დაეხმაროს რომ ვილაპარაკოს. ვიცი რომ ძალიან ძნელია მე დაქვეთები ბავშვს დახმარება რომ ვილაპარაკოს. მაგრამ მე რა მოხდა რომ ძნელია, სამაგეროთ ისწავლეთ ბავშვთან ურთიერთობას და ლაპარაკსაც. ნუ იქნებით დაძაბულები, იყავით თავისუფლები ბავშვის მიმართ. თუ იქნებით დაძაბულები, ბავშვის იქნება დაძაბული. თუ იქნებით თქვენ თავისუფლები, ბავშვის იქნება თავისუფალი. ძალიან მთავარი არისო, ბავშვს მისცეთ თავისუფლება. რომ ილაპარაკოს და გაიგოს, რომ თქვენ რა გინდათ და რაც გულისხმობთ. არ შეიძლება რომ აღნიშნოთ პატარას რომ არ შეუძლია რაღაცის გაკეთება. ბავშვს ყველაფრის გაკეთება შეუძლია, იმიტომ რომ ადამიანია. მე ადამიანი ვარ, მე არ ვაღიარებ იმას, მე დაქვეთებული ვარ და საწყარი ვარ და არაფრის გაკეთება არ შემიძლია. რატო არ შემიძლია არაფრის გაკეთება? მე ყველაფრის გაკეთება შემიძლია. ვხატავ, გრაფიკოსი ვარ, ფოტოშოპსაც ვაკეთებ. დირექტორის შემიძლია ვიყო და ასევე შემიძლია ვიყო მეიქაპის და სტილისტის ასევე, იმიტომ რომ მე მაქვს თვალები. ვხედავ რასაც ვაკეთებ და რა არის გასაკეთებელი და რა არის ხასიათი და თავისუფლება მეც ვიცი, რაც ნიშნავს და რა არის. თქვენ თუ გქნებით თავისუფლების, თქვენ ისწავლეთ რა არის, თქვენ გეცოდინებათ რა არის თავისუფლება. და ბავშვს მისცემ თავისუფლებას, ბავშვს ეცოდინება რა არის თავისუფლება. თავარია მისცე შესაძლებლობა იმისი, რომ შეძლოს დახატოს, ან რამე გააკეთოს, რაც თვითონ აინტერესებს. და ეს იქნება ძალიან კარგი რამე თუ მაგას გააკეთებ ბავშვის მიმართ. თავარია არ დააზარო ბავშვს დაზალება არ შეიძლება, იმიტომ რომ თუ ბავშვს დააზალებ, არაფერი არ გამოვა. შეიძლება თავისუფლად ყავდეს ბავშვი, თავისუფლება. მე რო ვიყავი 9 წლის სკოლიდან მოვედი და დედას ვკითხე რომ ეს რა არის, მე ყურებში რომ მიკეთია აპარატები. დედა მითხრა რომ ეს არის აპარატები, რომელიც მე მეხმარება რომ გავიგო. და მე ვთქვი რომ სკოლაში ბავშვები მეკითხებიან მეთქი რომ ეს რა არის, ყურებში რომ გიკითხია, ნაუშნიკებიაო თუ რა არის. და დედამ რომ ამიხსნა, მე პრობლემები არ შემეხვდა მაგაზე. პირიქით, მე ვიყავი ძალიან კარგად და ჩვეულებრივად ვიყავი. არაფერი პრობლემა არ შემეხვდა. მაგრამ თავარია რომ აპარატები იყოს კარგი და უკეთესი ბავშვმა გაიგოს, კარგად გაიგოს და გქონდეს ყველაფერი წესრიგში. თუ რამე კარგი არ არის, უნდა მიხვიდე და უნდა უთხრა რომ ეს არ არის კარგი, ბავშვს არ ესმის და გაუკეთეთ უფრო კარგი. თუ ბავშვი მორიდებული იქნება თქვენთან თუ რაღაცა, მაგრამ მაინც უნდა უთხრათ რომ შეიკითხოთ ბავშვს კარგად გისმის თუ არ გისმის კარგად. აუცილებელია რომ ბავშვს რამე შეიკითხოთ ყველაფერი კარგად არის თუ არ არის კარგად. მე ისეთი რაღაცები მომწიც რომ კარგად არ მესმის და ვასწორებ და რა ვიცი. ძალიან ძნელია, მაგრამ არა უშავს. ასევე პირდაპირ ვკითხულობ, მე მარტო ვისწავლებ პირდაპირ კითხვა. და არ მიჭის ეხლა უნგრულად ლაპარაკი, იმიტომ რომ პირდაპირ ვისწავლე უნგრულადაც ვკითხულობდი და ვიგებდი, რომ ეს რა ნიშნავს და რა არის. და ასევე გავიგე ხმების და ლაპარაკის. დაემთხვა. მე მთხოვა პირდაპირ ვკითხულობ, მე უფრო მიადვიდება, გაგება. და ეხლა ძალიან კარგად ვლაპარაკობ უნგრულად. აქაც ვისწავლე მე უნგრელ ლოგოპედთან ძალიან კარგი ქალია და იმან მასწავლა ძალიან ბევრი სიტყვები და გრამატიკული უნგრულად გრამატიკა და 1 წლის მერე ძალიან კარგად ვლაპარაკობდი უნგრულად. მეც გამიკვირდა როგორ ვლაპარაკობ უნგრულად. I'm shocked. მაგრამ მე თქმა მინდა რომ
თუ მშობლები და იყო თავისუფლები ბავშვების მიმართ და ბედნიერები და გაიყიმოთ და ქონდეს ბედნიერი ცხოვრება. ციტნიერები რაც არის ძნელი რაღაცები თქვენ ცხოვრებაში. ეგ პრობლემები იყო, როდის გასწავლის თქვენ წინსვლას. და მე ვფიქრობ, რომ ეს არის ძალიან საინტერესო. საინტერესოა მე დაქვეთებული ბავშვი. ეგ მაგათ ანიშნავს, რომ პრობლემა არის მე დაქვეთებული ბავშვია. ეგ არის ღმერთის მისცემული საჩუქარი. თავარია ბავშვს მისცეთ გზა და ადგილი, რომ თვითონ მე შეძლოს თავის გაზრდა და ცხოვრება. ხომდის თუ რამე იქნება, შეგიძლია შემეკითხოთ.